არაფერი კავშირი ამას არ აქვს ღირსების დაცვასთან. სიტყვის თავისუფლება თუ რამეს ნიშნავს ამ სამყაროში. ეს არის თავისუფლება ილაპარაკო ისაც სხვას არ მოსწონს. და როცა ლაპარაკი ხოდ იმ გაგებით არის ნებადართული, რამდენიც თავრობას მოსწონს, ამას ქვია ცენზურა. არანაირი სხვა განმარტება, ენციკლოპედიური განმარტებაა ეს სიტყვის თავისუფლების. ამიტომ სიტყვის თავისუფლება შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ებრძოდნენ არ ებრძოდნენ, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ამას ნიშნავს. და ამაში მართლები ერთ რაღაცაში მართლები არიან ჩემი ოპონენტები, რომ ევროპაში მართლა ასეა. ევროპაში ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას. ის სოციალისტური შხამი, იდეოლოგიური კიბო, რომელიც ევროპაშიც გავრცელდა, პირველი რასაც დაარტყეს სოციალისტებმა, იყო სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ადამიანის ღირსება ბატონ სანდრო. და აგიხსნით, უბრალოდ პირველი რაც გააკეთეს, დაარტყეს სიტყვის თავისუფლებას. იმიტომ რომ როცა ტყუილს ავრცელებ, როცა სტარ პოზიციას იკავებ, როცა გინდა ხალხს იძალადო, შენ დაცვა გჭირდება, შენი ტყუილის. მაგრამ სიმართლეს დაცვა არ ჭირდება. ქართულსა რა გააკეთა? დაინახა ყველაზე ცუდ ევროპულ პრაქტიკებში. იმის დაკოპირება და როგორც კი ცუდ პრაქტიკებს აკოპირებს ქართულოსები, უცბად ევროპა კარგი ხდება. და თუ ევროპა ამბობს, რომ სასამართლო რეფორმა ჩაატარეო, რომელმაც მე უნდა გადაამოწოს ეს კანონები. იქ რა თქმა უნდა ელჩი არ ვარგე, ევროპარლამენტარები კორუმპირებულები არიან, deep state მართავს ევროპას და შემდეგ. ანუ ევროპა მხოლოდ მაშინ არის ევროპა და მნიშვნელოვანი, როცა ცუდ კანონს აკოპირებთ. და როცა კარგი კანონია დასაკოპირებელი, მაშინ ევროპა ცუდია და deep state-ის მართალი. თან უყურეთ, აი რაზე ვსაუბრობთ? აი ქართველობაო, ხო? აი წარმოგიდგენთ ერთმა კაცმა მეორე შეურაცხყოფა მიაყენა და იმან პოლიციაში დარეკოს, ვიზა პოლიცია დამეხმარე აქ შეურაცხყოფას მაყენებენო. ეს როგორ ჩაჯდება ჩვენ ქცევაში, ჩვენ წესში? ან ქრისტიანულად შეხედეთ. პირველად სიტყვა იყო, ხო, გაგიგიათ. მაგრამ აქ არის საუბარი სოციალურ მედიაზე. აი, უყურეთ, ქრისტეს მოციქულები რომ ავრცელებდნენ ქრისტიანობას. დიახ. როცა ქრისტიანობა არ იყო დომინანტი რელიგია. კი ბატონო. ის წარმართული რელიგიის და კულტის წარმომადგენლები და იმ დროს ძალაუფლების მქონე ხალხი რას ფიქრობდნენ ამ ხალხზე? რომ ესენი ანგრევენ იმ წყობას პოლიტიკურს, შეურაცხყოფას აყენებენ მათ ღმერთებს. ხო ასე ფიქრობდნენ. გამოვიდოდა რომ ქართული ოცნება რო იქ რო ყოფილიყო ღმერთ დაგვეპაროს იმ დროს ხელისუფლებაში, ქრისტეს ეკლესიას დაუპირისპირდებოდა. იმიტომ რომ გამოვიდოდა ეს მათი რეჟიმის წინააღმდეგ. აი რომ შეხედოთ, აი რანაირად უნდა შეხედოთ. არც ქრისტიანულად, არც ნამდვილი ევროპული ღირებულება ეს არის. არც ქართველობაში ეს არ ჯდება. იმიტომ რომ გასაგებია რომ სიზულულის ენა ჩვენ ქვეყანაში სავსეა პოლიტიკა. მაგრამ აი გულწრფელად თქვენ თავიდან თქვით რომ მოდით გულწრფელად ვისაუბროთ. აი ეს რაც მე ახლა გადავათვალიერე ეს ჯდება რაიმე ტიპის ქართველობაში როგორც თქვენ ამბობთ. მსგავსობა იყო. ხო, აი ამაზე ვსაუბრობთ. რაზე დავიწყოთ? საიდან გაჩნდა ეს სიზულულის ენა? სიზულულის ენას ხო წყარო აქვს. ბიზნესმენის ცნობილი ფორმულა რომ შვა უნდა გაიკრიფოსო. ხო, ამ ფორმულამ გააჩინა შიდა მტერი. რომლის მიმართ ქართულ ოცნებამ წლებია უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო, რომ სიზულული გააღვივოს. იმ კი ან ეხლა იმასაც დათესეს.